გურიის ინვალიდთა ასოციაციის წევრები ურეკში თავიანთ აგარაკზე ისვენებენ. თუ როგორია მათთვის ზღვაზე გატარებული ზაფხულის ერთი თვე, ამას ჩვენი ჟურნალისტი თეა იოსელიანი არკვევდა. გურიის ინვალიდთა ასოციაცია ერთადერთია სხვა ასოციაციებს შორის, რომელსაც პატარა ეზოთი საკუთარი დასასვენებელი სახლი, სულ 5 ოთახითა და 25-მდე საწოლით გააჩნია ზღვისპირა კურორტებში, სადაც 1992 წლიდან ყოველწლიურად ახერხებენ დასვენებას. ბოლო 3 წელია კი მუნიციპალიტეტის გამგეობის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო სეზონის ერთ თვის ასოციაციის წევრები მონაწილეობით 2 ჯგუფად ატარებენ. წელს ბიუჯეტიდან გადარიცხული 10,000 ლარის მეშვეობით აგარაკის წინ გარე განათება, რაც ახამდე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდან ღამის საათებში გადაადგილების თვალსაზრისით და ჭაბურღილი გააკეთეს სახელდახელოდ დამონტაჟებული დუშით. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, კარგი პირობები აქვს დასვენების თუ კვების თვალსაზრისით, რასაც მათდამი ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ხსნის. საუბრისას უკვე უფრო დეტალურად ვიგებ თუ როგორ იწყება მათი დილა და როგორ ხვდებიან სანაპიროზე ერთად მზის ჩასვლას. მათთვის სწორედ ეს ერთიანობა და მჭიდრო კავშირია განსაკუთრებით სათუთი, მოსაფრთხილებელი და მნიშვნელოვანი. საოცარი ურთიერთობა, როცა სიტყვების ნაცვლად ხშირად მზერი, ერთი გამოხედვით ხვდებიან ერთმანეთისას, ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ურთიერთობენ სხვა, მათეული პრობლემების მატარებელ ადამიანებთან, რადგან საერთოდ სათკივაში სიყვარულის და კეთილი დამოკიდებულებაც უფრო მძაფრი და ემოციურია. ურეკში დასასვენებლად ჩამოსულ ქუთაისისა და თბილისის ასოციაციის წევრებთან უკვე დამეგობრებაც მოასწრეს და ტელეფონის ნომრების გაცვლაც. მანამდე კი იყო გაჯიბრება შესაძლებლობებში, როცა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ვაჟკაცებისადმი ვინც სონის ტურნირში ერთმანეთს კლავკიდის, შაშის და ნარდის თამაშის ოსტატობაში ცდიდნენ. გამოგვიწყდნენ იმაშიც, რომ საღამოობით შეკრებილები ბანკოს ერთმანეთს მისგავზე ეთამაშებიან. აგებული კი ყოველთვის მათი ხელმძღვანელია, რადგან მათ სურვილებს ტყილოური შეძენაზე უყუყნანოდ თანხმდება. მერე კი საუბრობენ ყველაფერზე, რაზეც ოცნებობენ, რაც ეიმედებათ და რა სურვილებიც გააჩნიათ. დილით კი ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. თამაში, ამომავალი მზის ყურება სანაპიროზე, ზღვის ტალღების სქერა და ქვიშაზე მოხატული მათეული სამყარო. სისამოსვლიდან ჩასვლამდე ისევ მათი ნაკვალევის ქვეშ რომიფარება. არის შექმნილი ოჯახური გარემო და აქედან გამომდინარე ბავშვი უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს. არ აქვთ რაიმე გართულებები, საზოგადოებასთან თავისუფლად ინტეგრირებულად. და ისულება როგორც ჩვეულებრივი დასრულება, პრობლემები დღეების განმავლობაში არ შექმნიათ. გასულ წლებთან შედარებით კიდევ წელს უფრო ორგანიზებული ვართ. რაიონის ხელმძღვანელობის მხრიდან ხდება დაფინანსება პროექტის უკვე 3 წელია და აქედან გამომდინარე აღსანიშნავი ის ფაქტიც, რომ დანარჩენი რეგულირებიდან განსხვავებით ასეთი პროექტი, რომ არასოთორ ორგანიზაცია და ადგილობრივი ხელმძღვანელობა ერთობლივად ახორციელებს ასეთ პროექტს, ეს ალბათ საქართველოში ერთ-ერთი იქნებით ჩვენ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ორგანიზაციას, იმათ ვინც გვაფინანსებს და გვიწყობს ხელს რომ დავისვენოთ აქ. ძალიან კარგი შეგრძნება, როდესაც მეგობრებთან ერთად ჩამოდიხარ ზღვაზე და დიხარ საღამოობით გასართობ ცენტრში და რავი, ყველაფერი კარგია, მომწონს ძალიან აქ ყოფნა. ძალიან კარგია, რომ ასე მეგობრობთ ერთმანეთში. მართლაც რა ვიცი, მე ნამდვილად არ ვიცნობდი ამ დრომდე ამ სხვა რეგიონის ინვალიდებთან, თუნდაც ქუთაისის ერთად რომ ჩავატარეთ კლავჭიდრი და რაღაც წელს დავმეგობრდით. და გვინდა რომ ვიმეგობროთ და რა ვიცი, ყოველგვარი კარგი ურთიერთობა გქონდეს. მარტო ეს ერთჯერადი არ იყოს და გავაგრძელოთ მომავალში ურთიერთობა. ძალიან ლამაზია ხავრობა და ძალიან მიხარია აქ ყოფნა და დიდი მადლობა რომ მოგწონს. ძალიან კარგია აქ რომ ვარ და ყველა ერთად რომ ვანავთ, კარგია. და უკეთესია სულ რომ ასე ვიყოთ. და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. როგორ იღებს ცოდნას ჩვენი ახალგაზრდები, წიგნით თუ კომპიუტერით? დადიან თუ არა ისინი ბიბლიოთეკებში? ამას ჩვენი ჟურნალისტი ხათია კვაჭანტირაძე არკვევდა. დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები განვითარებულია და ინფორმაციის წყარო უკვე კომპიუტერი გახდა, თითქოს ახალგაზრდობა წიგნს დაშორდა, მაგრამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა მკითხველის ნაკლებობას მაინც არ განიცდის. ოზურგეთის ბიბლიოთეკის გეგმებსა და პრობლემებზე დირექტორს ქალბატონ ლიკა ბაქანიძეს გავესაუბრეთ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც იყო სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა წლების განმავლობაში, ალბათ 15 წელი, ეს პრობლემა მოგვარდა უკვე რამდენი წელია და წყალი აღარ ჩამოდის, მაგრამ იმის შემდეგ რემონტია ჩასატარებელი, ელექტროგაყვანილობა გამოსული ამ წყობრიდან, წყალგაყვანილობა გამოსული ამ წყობრიდან, კანალიზაცია საერთოდ არ არსებობს და თვითონ შენობაც იმ წყლის ჩამოსვლის შემდეგ რაც დაზიანდა, ჯერჯერობით არაფერი აღდგენილი არ არის. ყოველწლიურად ვცვლით ხის ფანჯრებს, მაგრამ მოგეხსენებათ დასავლეთ საქართველოში ეს სინესტი არის და ვერ უძლებს წლების განმავლობაში ამ ჩამონადენ წყალს და ყველაფერი გასაკეთებელია. რაც შეეხება წინამდებარე ტერიტორიას, თქვენ ახლა გაათვალიერებით, აქ გავიდა კანალიზაცია.